მოგესალმებით აფხაზეთის მეომართა კავშირი აგრძელებს პოდკასტების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართული საბრძოლო მოქმედებების შესახებ საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი დეტალების მიწოდებას. მე ჟურნალისტი ლიზა კვესელაობა ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ვეტერანი და სამხედრო დაჯგუფება ორბის მებრძოლი ბატონ გიორგი გაჩეჩილაძე. მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ პოდკასტში სასაუბროთ. მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. ბატონ გიორგი, ჩვენ ვიცით, რომ ომამდე თქვენ კანადაში სწავლობდით, ომის დაწყებამდე ჩამოხვედით საქართველოში და ომის შემდეგ უკან დაბრუნებაზე უარი თქვით. პარალელურად ჩაერთეთ საბრძოლო მოქმედებებში. რამდენი წლის იყავით და ვისთან ერთად გადაწყვეტეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ომში მონაწილეობა? მადლობა. ბიჭები, ვისთან ერთადაც ვიყავით აფხაზეთში, ჩამოვთვლი. ყველა თბილისელია, ეს არის სულხან სულხანიშვილი, ეს არის გიანა დილაშვილი, ეს არის გიორგი ნიჟარაძე და ეს არის ლევან აბაშიძე. ისე მოხდა, რომ ჩვენ ბიჭები 28 აგვისტოს, 92 წლის 28 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 2 კვირის თავზე აღმოჩნდით სოხუმში როგორც მოხალისე მეომრები. ლევან აბაშიძის გარდა ლევანი მოგვიანებით დაგვეწია ჩვენ იქ. თითოეულის ოჯახში, თითოეულის, არ ვიცი, ქართულ სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში, თუ ზოგადად საზოგადოებაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობოდა ქართული ენის სწავლას. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობოდა ჩვენ კულტურას, ჩვენ ტრადიციებს. ისეთ ადამიანებად გვაყალიბებდა, რომ აუცილებლად გვჯეროდა, რწმენა ქონდა, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა, ადრე თუ გვიან და ეს არ იქნება ძალიან შორს, მიიღებდა დამოუკიდებლობას, თავისუფლებას. აი ამ ფონზე ვიზდებოდი და ვყალიბდებოდით რა. და წარმოიდგინეთ, რაც უფრო დაუახლოვდა იმ პერიოდს ჩვენი ისტორია, როდესაც საბჭოთა კავშირის ზღვების პროცესი დაიწყო, მით უფრო ნებათაღელობა, მით უფრო მოიმატა, ემოციური ფონი უფრო დაიძაბა ქვეყანაში. აი ამ პერიოდში მომიწია მე კანადაში წასვლა. როგორც გაცვლითი სტუდენტი, ეს იყო იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც დაიდო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტს და ბრიტანული კოლუმბიის ვიქტორიის უნივერსიტეტს შორის. ამ კონტრაქტის მიხედვით მე 1 წელი გაცვლითი სტუდენტი ვსწავლობდი კანადაში. და იქ ისე აეწყო ყველაფერი, რომ აუცილებლად თბილისში დაბრუნების შემდეგ ისე უნდა მივბრუნებულიყავი ამ უნივერსიტეტში და გამიგზელებინა სწავლა უკვე მასტერის მიმართულებით. მაგრამ თბილისში ჩამოსვლის დროს წარმოიდგინეთ, რა ვითარება დამხდა. ზოგადად, ეს იყო გახლეჩილი საზოგადოება, ემოციური ფონი ძალიან მძიმე. ეს იყო საბჭოთა კავშირი პრაქტიკულად უკვე დე იურეც უკვე აღარ არსებობდა. მანამდე კი გამოცხადა დამოუკიდებლობა, რაღაც ეს პროცესები მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ ეგეც დამთავრდა. სეპარატისტული რეჟიმები თავისას უბერავდნენ ჩვენს ქვეყანაში, იყო ეკონომიკური კრიზისი და ბევრი გამოწვევა, რაც ჩვენი ახალი ქვეყნის წინაშე იდგა. ბუნებრივია ამ ვითარებაში ჩემთვის მიუღებელი გახდა, რომ დღისასაკიდან ამოვიღე ამის განხილვას, რომ მე ასე ვთქვათ, რაღაც გაქცევის პოზიციაში ყოფილიყავი და დამეტოვებინა ეს ჩემი ოჯახი, ჩემი ქვეყანა, ასე ვთქვათ, ახალი ქვეყანა რა. და გადავწყვიტე, რომ დავჩენილიყავი აქ და როგორც რიგითი ჯარისკაცი ჩავთვლილიყავი იმ პროცესებში, რაც იმ მომენტში ჩემ თაობას და ჩვენ მიგვაჩნდა, რომ აუცილებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ეხლა ბიჭებზე ცალკე კიდევ გეტყვით, სულხანიშვილი, ვისაც ერთად ჩვენ აღმოჩნდით სოხუმში, ეს იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი სპორტიდან, ჩვენ ერთად ვიყავით საქართველოს ნაკრებში, სამთო სათხილამურო სპორტში და იქიდან მეგობრობდით და ძმაგაცობდით. გიანა დილაშვილი, გიორგი ნიჟარაძე, ლევან აბაშიძე კი იყვნენ მთაწმინდელები, ჩვენ ერთ უბანში ცხოვრობდით, ერთად გავიზარდეთ და ხშირად კონტაქტობდით და ერთმანეთთან ბევრი საერთო ჰქონდა. აი წარმოიდგინეთ აი ამ ფონზე, როდესაც სამხედრო მოქმედებები დაიწყო 14 აგვისტოს, მოხდა ჩვენი შეკრება, გააზრება ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ ამ ინფორმაციის მოსმენა, რაც მაშინ ჩვენი სატელევიზიო არხებით გადაიცემოდა, თუ რა მდგომარეობა იყო აფხაზეთში, თუ რამდენად ჩვენი მტერი, ანუ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარეს არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ჩამოსული ჩრდილოკავკასიელი და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ერთვებოდნენ ამ პროცესში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ვალი მოგვეხადა ჩვენი ქვეყნის წინაშე და 28 აგვისტოს გავფრინდით სოხუმში როგორც მოხალისე მეომრები. ჩაფრენისთანავე გამოცხადდით ბატონი გია ყარყარაშვილის, გენერალ გია ყარყარაშვილის შტაბში, ეს იყო ეროვნული გვარდიის, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო რამდენიმე
ბატალიონი იმ მომენტში და გაგვამწესეს ბატალიონ ორფში, რომლის ხელმძღვანელიც იყო მაშინ დავით თევზაძე, შემდგომში გენერალი, თავდაცვის მინისტრი. კი ბატონო, ახსენით დაჯგუფება ურბი. რა სამხედრო დავალებებს ასრულებდა ეს დაჯგუფება, რა რესურსი გაგაჩნდათ რომ მოგვიყვეთ? მოკლედ 28-ში ჩალფრინდით, 29-ში უკვე ამ ბატალიონის შემადგენლობაში ვასრულებდით გარკვეულ დავალებებს სოხუმის მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის დავალება იყო შესრულებული კოდორის ხეობაში, სოფელ აჯუბჟასთან, საიდანაც ხდებოდა შემოტევა სოხუმი ოჩამჩირის ტრასაზე და ის წერტილი იყო ჩვენს მიერ განადგურებული. 2 სექტემბერს კი იყო მასშტაბური შეტევა უკვე განხორციელებული ჩვენი მხრიდან ზემო ეშერაზე, ანუ გადავლახეთ გუმისთა და დავიკავეთ გუმისთის იქით ამ მხარეს მაღლობები, ზემო ეშერას ეძახდნენ თუ არ ვცდები. ის ტერიტორიები დავიკავეთ, სადაც ვიყავით 7 სექტემბრამდე. 3 სექტემბერს ხელი მოეწერა მოსკოვში შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გუმისთაზე გაევლო, ასე ვთქვათ, სადემარკაციო ხაზი, მაგრამ ჩვენ იქ 7 სექტემბრამდე ვიყავით. კი ბატონო. იქით ამ მხარეს და ვიცავდით იმ ადგილებს რა. კი ბატონო. ასევე ახსენეთ ლევან აბაშიძე, ცნობილი მსახიობი, რომელიც გმირულად დაიღუპა აფხაზეთის ომში. თუ შეიძლება რომ გაიხსენოთ თქვენი მეგობარი და ის ტრაგიკული საბრძოლო მოქმედება. მაგარი ადამიანი იყო ლევანი, ჩემი მეგობარი, ასე ვთქვათ, ერთად ცხოვრობდით, ახლოს ცხოვრობდით. მე გავიზარდე ძერჟინსკის 14 ნომერში, ეს არის ინგოროყოს 14, ის კიდე ცხოვრობდა ინგოროყა ჩაისკოვსკის კუთხეში რა, ანუ რაღაც 20 მეტრით ქვემოთ. იყო უნიჭიერესი ადამიანი პირველ რიგში, იყო უნიჭიერესი პროფესიონალი მსახიობი. იყო ძალიან მაგარი მეგობარი, ხალისიანი, მხიარული და ძალიან სიმპათიური. ძალიან ბევრ თბილისელ გოგონას უყვარდა, იყო შეყვარებული ლევან აბაშიძეზე. კი ბატონო, თვალშისაცემი იყო მისი ვიზუალი და დღემდე ახსოვს ის ჩვენ საზოგადოებას. ლევანი 28-ში ჩვენთან ერთად არ გამოფრინდა სოხუმში, იმიტომ რომ იყოფებოდა გადაღებებზე. ბათუმში რაღაც ფილმს ამთავრებდნენ მაშინ და იქიდან გამომდინარე ბათუმში იყო, ჩვენთან ერთად არ იყო. მაგრამ როგორც გითხარით, გუმისთის იქით ჩვენ 7 სექტემბრამდე ვამაგრებდით იქ გარკვეულ პოზიციებს ზემო ეშერაში და ლევანი ჩამოფრინდა სოხუმში 6 სექტემბერს დილას და ამოვიდა ჩვენთან წინა ხაზზე. ეს იყო ჩვენთვის სურპრიზი რა, ლევანს არ ველოდებოდით და ესეთი სურპრიზი გაგვიკეთა და იქ წარმოიდგინეთ 6 სექტემბერს დილას ამოვიდა წინა ხაზზე ჩვენ პოზიციაზე და ეგრევე ჩაერთო იქ სამხედრო მოქმედებებში. იქ განსაკუთრებით ეს ბოლო 2 დღე 6-7 საკმაოდ ინტენსიური შემოტევების ქვეშ ვიმყოფებოდით. 6-ში, 9-ს, 7-ში მთელი დღე და რაღაც მომენტში 7-ში შუა დღეს ტანკი იყო ამოსული ჩვენი მხრიდან, რომელმაც იმ სახლს, რასაც ვამაგრებდით, იმის გარშემო, სადაც პოზიციებს ვამაგრებდით, იმის ზემოთ აიწია და იქიდან 2-3 გასვლა განახორციელა. მაგრამ მერე ააფეთქეს ყუმბარტყოცნით, დაუზიანდა კოშკურა, ის ცეცხლი ჩავაქრეთ და უკან დაიხია და წავიდა ეს ტანკი. ამის შემდეგ, სადღაც 1 საათი, საათნახევრის შემდეგ ჩვენ დავალება მოგვეცა, რომ ადგილას ავსულიყავით, საიდანაც ტანკი ისროდა. და დავიძარით, ანუ გიან ადილაშვილი მიდიოდა პირველი, სადღაც 5 მეტრაში მიყვებოდა ლევან აბაშიძე, მერე მიდიოდა სუხია და ბოლოს მე მოვდიოდი ასევე რაღაც დისტანციით. ისე აღმოჩნდა, რომ იმ ადგილას მოწინააღმდეგე უკვე შემოსული იყო. და ჩვენი მოძრაობა რო შენიშნეს, გაგვიკეთეს ჩასაფრება რა. დაგველოდნენ, ანუ მოძრაობის დროს ცეცხლი არ გაგვიხსნეს, დაგველოდნენ სანამ იქ ავედით. იქ რაღაც მოსწორებული ადგილი იყო, რამდენიმე ქვიშის ტომარა ეყარა და იქ ჩავწექით რა, ასე ვთქვათ. ჩაწოლიდან ძალიან მალე გადმოყარეს ჩვენ მიმართულებით, ეს გრანატები, RGD ხუთები, ეს თავდასხმითი გრანატები არის პატარა რადიუსის. რამდენიმე გრანატა გადმოვარდა, ერთი სხვათა შორის მეც დამეცა რა, ზემოდან გვერდზე გადაგორდა. და მოხდა რამდენიმე აფეთქება რა იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვიყავით დაწოლილები. ამ აფეთქების შემდეგ მე პირადად მალე გამოვხიზდი, მალე მოვახერხე ამ მდგომარეობის შეფასება და რაც აღმოაჩინე ის იყო, რომ მარცხენა მხრიდან ზოგადად ადგილი არ იყო თვალსაჩინო ეს არეალი მოხილვის ხო არ იყო კარგი, მარცხნივ იყო ბუჩქები, შემდეგ ხევი იწყებოდა, მარჯვნივაც ბუჩქები იყო, სულ მარალწვანე მცენარეებში ვიყავით, წინ იყო პატარა მინდორი.
გამოფხიზლების შემდეგ მარცხნიდან დავინახე, რომ ეს მოწინააღმდეგე მოდიოდა ძალიან ახლოს იყო რა. სადღაც 1-5 მეტრი იქნებოდა. მისი ლიკვიდაცია უცბად მოხდა, მაგრამ მაგის უკან კიდე იყვნენ რა. რამდენიმე ჯარისკაცი იყო მოწინააღმდეგეს, რომლებაც მოასწრეს და ხევში ჩაცვიდნენ. ნუ იქიდან გახსნეს ცეცხლი, ბუნებრივია, მეც დავამუშავე ის ხევი, მოიყო ორმხრივი ცეცხლი, მაგრამ მალე დამთავრდა ეს, იმიტომ რომ იქით ამ მხრიდან აღარ იყო საფასუხო ცეცხლი და რაღაც მალე მორჩა, ასე თქვა, დამშვიდა სიტუაცია. ნუ იქით ხარეს რა იყო, ბუნებრივია, მსხვერპლი იყო, იმათი მხრიდან ეს აქვე იყო დაგდებული და იქ ხევში რა ხდებოდა არ ვიცი. ჩვენ ხარეს რა ხდებოდა. ნუ ბიჭები უკონტაქტოები იყვნენ. სამწუხაროდ მესმოდა სუნთქვის ხმა, მინდოდა წამოწევა, ადგომა, მაგრამ ვერავდექი, იმიტომ რომ ამ ფეხები არ მემორჩილებოდა და ნუ სულ წითელი იყო, ნუ წელს ქვემოთ დაჭრილი ვიყავი. ქვემოთ ამ პერიოდში დაიჭერეთ. ამ პერიოდში როგორც ჩანს დავიჭერე და ვერ ვდგებოდი, ანუ ფეხზე წამოდგომას ვერ ვახერხებდი. ნუ ერთ-ერთი მოძრაობა შემეძლო მხოლოდ ესეთ ასე ვთქვათ გვერდზე ტრიალით რა. ნუ აღმოჩნდა ისე რომ კონტაქტური არ იყო, მაგრამ ცოცხალი იყო ლევან აბაშიძე და სუხია და გიანადირაშვილი დაღუპულები იყვნენ. ჩვენი ევაკუაცია განხორციელდა გუმისთის მიმართულებით, უკვე დათო ბეჟაშვილი, ვინც ასრულებდა ორბის ბიჭების ხელმძღვანელობას დათო თევზაძის არყოფნის პერიოდებში, დათო იყო იქ ბეჟაშვილი, რომელმაც გამოიძახა BMP რისი მეშვეობითაც მე და ლევანის ევაკუაცია მოხდა მაგ ტერიტორიიდან უკვე გუმისთის მიმართულებით და იქიდან უკვე მე საავადმყოფოში. საავადმყოფოში მიყვანის დროსაც ლევანი ცოცხალი იყო, მაგრამ როგორც ექიმმა გვითხრეს, რომ კი უიმედო იყო მისი მდგომარეობა და იქ გარდაიცვალა უკვე საავადმყოფოში. თქვენი მეგობარი ლევანი მოგვიანებით შემოგიერთდათ, როგორც თქვენ ბრძანეთ და რა мотиваცია ამოძრავებდა მას, რა იყო მისი мотиваცია, როდესაც ის რამდენიმე დღის შემდეგ ჩამოვიდა თქვენთან ფრონტის ხაზზე? ნუ როგორც ფიქრობ, ჩვენ ერთნაირად ვაზროვნებდით, ერთნაირი მსოფლმხედველობა ქონდა მეტნაკლებად და ამ საკითხებს, აბსოლუტურად ამ საკითხებში ერთმანეთს ვეთანხმებოდით და როგორც ადრე გითხარით, ჩვენ გვჯეროდა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნებოდა დამოუკიდებელი, თავისუფალი. აქედან გამომდინარე, ჩვენი თავარი мотиваციაც ეს იყო, რომ ქვეყანა ამით ცხოვრობდით და წარმოიდგინეთ ეს ნანატრი თავისუფლება დადგა. და რაღაც პრობლემებია, გამოწვევებია. ნუ ეხლა ჩამოვიდა და აბარასიზამდა, ხო? ზოგადად საბრძოლო მოქმედებების დროს ძალიან ხშირია წყოების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები. როგორ გაიხსენებთ მსგავს ფაქტებს, როგორ ექცეოდნენ ქართველები ტყვედ ჩავარდნილებს და როგორ იყო სეპარატისტების ქმედება პირიქით? მე პირადად მე ამაზე არც მიფიქრია და არც დამიშვია, რომ ტყვედ ჩავბარებულიყავი. ეგერთი ამიტომ სხვის მაგივრად ვერ ვლაპარაკებ. ამას ჯობია იმ ადამიანებმა მოგაწოდონ ინფორმაცია, ვინც ტყვედ არის ნამყოფი. რაც შეეხება იმათ ჩავარდნილ ტყვეებს ჩვენს მხარეს, ეგეთი შემთხვევები ბევრი ქონდა. გავიხსენებ აი 7 სექტემბრის დილას, როდესაც მოწინააღმდეგე ჩვენი მტრის მხარეს დაჭრილი გამოვათრიეთ, აღმოჩნდა გოგო 25 წლის, საკმაოდ კარგად შეიარაღებული, AKM-ის ავტომატით, მომზადებული, ყველაფერი, სააფთიაქო ისიც ქონდა. და იყო ძალიან მძიმედ დაჭრილი. მას ხერხემალში ქონდა ერთი ტყვია და მოწყვეტილი ქონდა ქვედანაწილი და ხელზე იყო, ასევე ხელზეც ძალიან ბევრი დაზიანება ქონდა, სისხლით იცლებოდა. ამ ადამიანს ზუსტად პირველი დახმარება ზუსტად ჩვენ აღმოუჩინეთ რა და ეს იყო ლევანი, რომელიც არ მოცილებია გვერდიდან, სანამ არ ამოვიდა BMP, რომ მისი ევაკუაცია მოეხდინა საავადმყოფოში. წამალიც გაუკეთა, ჟგურზე ლაპარაკი არ არის გადაჭერაზე, კონტაქტზე, რომ კონტაქტური ყოფილიყო. ანუ ისეთ ჰუმანური დამოკიდებულება გამოიწვია. ზუსტად, რომ მინდა რომ აი ეს ჰუმანური დამოკიდებულება იყო ჩვენს მხრიდან გამოჩენილი ამ მძიმედ დაჭრილი მოწინააღმდეგეს მიმართ, რომლის ევაკუირება შემდეგ მოვახდინეთ უკვე სოხუმის საავადმყოფოში. მისი სახელი და გვარი იყო ლია ანტოფურია, ანტოფურიძე, ესე მახსოვს, იმიტომ რომ ეს გვეკონტაქტებოდა და გველაპარაკებოდა. ლია თოფურია, ანტოფურიძე, 25 წლის. ახსენეთ, რომ დაიჭერით და ჭრილობა გქონდათ იმ პერიოდში, რეაბილიტაცია როგორ გაიარეთ და შემდეგ როგორ მოხდა თქვენი დაბრუნება კვლავ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა თავიდან? ხო, დაჭრილი ვიყავი ბარძაყის ხელში, ტყვია მქონდა მოხვედრილი. ნუ აქ სადღაც თვეზე მეტი ვიწექი, მაშინ არამიანცის საავადმყოფოს ეძახდნენ აქ ავლაბარში, დიდი კომპლექსი იყო.
ამ სამოწყობიდან გამოსulis შემდეგ ანაირი რეაბილიტაცია არ გამივლია, მაგისი გამოცდილება არ არსებობდა და უბრალოდ მე თვითონ რომ უკეთესად ყოფილიყავი და მარტის თვეში, როდესაც იყო შემოტევა სოხუმზე 15, 16, 17 რიცხვებში, მაშინ მოხდა ჩემი დაბრუნება სოხუმში. ეს პირდაპირ გეტყვით რა, დასამალი რა მაქვს, ყოველთვის მიყვავს ხოლმე თავის სახელები, როცა ქვია, მოვლენებს, არ ვიცი, ყველაფერს. თავარი мотивация ჩემთვის იყო შურიზიება. იმიტომაც დავბრუნდი იქ რა. დავბრუნდი იქ იგივე ეროვნული გვარდიის გია ყარყარაშვილის დაქვემდებარებაში და ჩემი მეორე ნაწილი სამსახურის, ასე ვთქვათ, აფხაზეთში უკვე გაგრძელდა ბატალიონ გორდაში. ეს იყო გია ასათიანის მეთაურობით ჩამოყალიბებული ბატალიონი. და ისიც ექვემდებარებოდა სწრაფი რეაგირების კორპუსს, რომლის უფროსი იყო უკვე დავით თევზაძე რა, ასე ვთქვათ, იმის დაქვემდებარებაში იყო ეს ბატალიონი როგორც ორბი, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ვიყავი გორდაში. ვიდექით თავიდან აგუძერაში, ეს მარტის შემოტევის პერიოდში და შემდეგ გადმოგვიყვანეს კინთხში. იცი რომ ძალიან დიდი ფრონტი იყო გაშლილი მაგ პერიოდში აფხაზეთში, ანუ ერთი ფრონტი იყო გუმისტის გასწვრივ და მეორე ფრონტი იყო უკვე აქეთ კოდორის აღმოსავლეთით, აი ესე დაწყებული მაგ თიანეთიდან, რაც კავკასიონის თიანეთი ჩანს, იქ ჯგერდა, სოფლებია მაგათი, დამთავრებული ტყვარჩელამდე მაგათი გამაგრებული ადგილები იყო. ჩვენ ვიდექით ქვემოთ, ასე ვთქვათ, ტრასის გასწვრივ და ვიცავდით ამ ტრასას რა, სოხუმი ოჩამჩირის ტრასას, სანაპიროს მხარეს ვიყავით ჩვენ. ჩემი მეორე დაბრუნების შემდეგ სადღაც 2 თვეზე მეტი მომიწია იყოფნა. აი ფრონტის ხაზზე შეცვლილი დაგხვდათ ვითარება, როდესაც უკვე ხელმეორედ დაბრუნდით? რა საკვირველია, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ რა, როგორც აგიხსენი სიტუაცია, ძალიან დიდი ფრონტია გაშლილი, ფრონტის ხაზი არის უზარმაზარი, ჩვენთვის ახლა ნუ ამ პატარა ქვეყნისთვის და თან კავშირი არ არსებობს, ანუ მომარაგება არ ხდება ხმელეთით. ამ ნაწილების ვიციგდანან, იმიტომ რომ სახმელეთო გზა დაკეტილია, ზუგდიდი სამეგრელო იმ პერიოდში დაკეტილი იყო. და ხდებოდა მხოლოდ საჰაერო მომარაგება. წარმოიდგინეთ, ტყვია-წამლი დაწყებული, საკვები დამთავრებული, მარტო საჰაერო მომარაგებით ძნელია ამ სიგრძე ფრონტის შენარჩუნება რა. ჩვენ გვამზადებდნენ შეტევისთვის, რომ ეს წინააღმდეგობის კერა, სადაც რაც იყო ტყვარჩელში და რაც იყო ჯგერდაში, რაც იყო აი კავკასიონის თიანეთის მხარეს, ხო, ოჩამჩირის ფრონტსაც ვეძახდით, რომ ეს წინააღმდეგობის კერა როგორმე გაგვენადგურებინა, მაგრამ ეს შეტევა არასდროს არ განხორციელდა. რამდენჯერმე მოგვამზადეს, აი მეორე დილას უნდა გავსულიყავით, ღამე უნდა გავსულიყავით, განწყობილები ფსიქოლოგიურად ყველაფერი დაგეგმილი, მაგრამ ეს ოპერაცია ყოველთვის გადაიდებოდა ხოლმე. ადგილობრივ მებრძოლებს როგორ გაიხსენებთ, ბატონ გიორგი, 23 ბრიგადას, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებლებით იყო დაკომპლექტებული? 23 ბრიგადაზე იდგა მთელი სოხუმის დაცვა. ეს იყო უნიკალური ბრიგადა, ბატონი გენო ადამიანის ხელმძღვანელობით შექმნილი და ამ ბრიგადას ეჭირა, წარმოიდგინეთ, სოხუმის დაცვა, მთელი ამის გასწვრივ, გუმისტის გასწვრივ. მაგათ კისერზე გადავიდა ეს 15-16-ში ეს უზარმაზარი შემოტევა რაც იყო და ამ ბიჭებმა გადაიტანეს თავის თავზე და ამ ბიჭებმა ჩააგდეს ეს შეტევა, რომელიც პრინციპში წესით წარმატებით უნდა დაეგვირგვინებინა ჩვენ მოწინააღმდეგეს, მაგრამ აი ამ ბიჭების გმირობის მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებდნენ. რასაკვირველია, ისინი აკავებდნენ თელ ამ წარმოიდგინეთ, აი იქით ამ ხარეს თელეს გუმისტის ხაზი იყო მათი დამსახურება, რომ იქ ყველაფერი იყო ნორმალურად და აი ეს შეტევაც ეს იქ ძალიან ბევრი შემოტევა იყო, მაგრამ ესეთი მასშტაბური 15-16 მარტის შემოტევა ესეც აი უნიკალური მაგალითია იმის თუ როგორ ურთიერთშეწყობით, როგორი ჰარმონიაში ეს დანაყოფები 23 ბრიგადის როგორ უმკლავდებოდნენ მტერს და როგორ არ მისცეს საშუალება მასო შემოსულიყო ქალაქში. ეს უნიკალური ეს იყო სულ სოხუმელების, ასე ვთქვათ, სოხუმელების ბრიგადა, სოხუმელებით დაკომპლექტებული ბრიგადა, 23 ბრიგადა. 27 ივლისის შემდეგ ფაქტობრივად განიარაღებული დარჩა ბრიგადა და ამან როგორ იმოქმედა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე და ზოგადად мотиваციაზე მებრძოლების. 27 ივლისის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მართლა დაიწყო განიარაღება 23 ბრიგადის და ძიმე ტექნიკიდან დაწყებული უბრალოდ ჯარისკაცებით დამთავრებული, ასე ვთქვათ, რეფორმა რა, ანუ სახში გაშვება დამთავრდა რა ის, ანუ გადასული ხვდებით ხო, ანუ სამხედრო შენაერთი უკვე განიარაღების პროცესში იყო.
ნუ რასაკვირველია ხა ჩვენ ამ დროს უკვე თბილისში ვიყავით. ნუ ხელი მოეწერა, წარმოიდგინეთ, დამთავრდა საბრძოლო მოქმედებები, ჩვენ ვენდეთ, ჩვენ მოწინააღმდეგეს ამ ხელმოწერილ დოკუმენტზე და ჩვენ წამოვედით კი არა, ხო გეუბნებით ადგილობრივ 23 ბრიგადას განიარაღების პროცესია დაწყებული, მთელი მძიმე ტექნიკა გამოდის და გამოდის მთელი აგვისტოს მანძილზე იქიდან გამოდიოდა და გამოდიოდა. ნუ რითი დამთავრდა ეს ყველაფერი, კარგად ვიცით რა, რომ 14 სექტემბერს ისევ დაიწყეს ახალი შემოტევა სოხუმზე და რომელიც 27-ში დამთავრდა სოხუმის დაცემით. ჩვენ ამ დროს წარმოიდგინეთ რა კიდევ აი ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას რა სამწუხაროდ ჩვენ აი ეს ორმაგი სტანდარტია არ არის კარგი არც ჩვენ პირად ცხოვრებაში არც საზოგადოებრივში არც პოლიტიკაში და არც ისტორიული მოვლენების მიმართ იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 10 დღის მანძილზე სანამ სოხუმი დაეცემოდა ჩვენ 3000 შეარაღებული მეომარი ვიდექით იპოდრომზე და ველოდებოდით გადასვლას აფხაზეთში. ეს სოხუმი იქნებოდა თუ ოჩამჩირე თუ გალი მნიშვნელობა არ აქვს. ველოდებოდით იქით მხარეს გადასვლას. ასევე აეროპორტში იდგა ასევე 2-3000 შეარაღებული მეომარი, რომელიც ასე ველოდებოდა იქით გადასვლას. დაიკეტა საჰაეროცა და ჩვენი სახმელეთო გზით იქით გადასვლა ვერ მოხერხთ. აქედან გამომდინარე წარმოიდგინეთ აი როგორ ნუ აი ამხელა მობილიზაცია იყო აქეთ მხარეს და რომლის რეალიზაციას პრაქტიკულად არ მოხდა რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო. აუცილებელია გავიხსენოთ ის მებრძოლები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აქედან გამომდინარე, ვის გამოარჩევთ და ვის გაიხსენებთ, ვისი გმირობის მაგალითი გინდათ რომ მოგვიყვეთ. მე აი ჩემ ბიჭებზე მოვყევი და გამორჩევით, აი როგორ გითხრათ, ყველა ის ახალგაზრდა ჩვენი თაობის წარმომადგენელი, ვინც დაიღუპა აფხაზეთში. ჩემთვის ყველა გმირია. ყველა ის ახალგაზრდა, ვინც დაიჭა, დასახიჭდა, ყველა გმირია. ის ახალგაზრდა, ვინც ცოცხალი დაბრუნდა იქიდან, მაგრამ ფსიქოლოგიური მხელა ტრამვით, რაც მან იქ ნახა და პლუს ამის გარდა კიდე წაგებული ომის სინდრომით, ისიც გმირია ჩემთვის და ამიტომ მე ვერავის ვერ გამოვყოფ რა. თითოეული შემთხვევა ცალკე ტრაგედიაა და ცალკე გმირული ისტორიაა, ასე რომ ჩემთვის ყველანი ესენი გმირები არიან. კი ბატონო, და რაც მთავარია, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცოდნენ ასეთი გმირობის მაგალითების შესახებ და პერსონალურად ამ ადამიანების გმირობების ისტორია. არ უნდა მიეცეს დავიწყებას, უნდა ვიცოდეთ და ისევ ვიმეორებ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. როგორც ისტორიულ მოვლენებს, ისე ჩვენ ცხოვრებაში საზოგადოებრივი იქნება პოლიტიკური თუ ისტორიული მოვლენები ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. რომ წინ ვიაროთ, იცოდეს ახალგაზრდა თაობამ თუ საიდან მოდის, რა გეგმები გვაქვს, სად მივდივართ და მზად იყვნენ რომ ეს გმირობების მაგალითები გაიმეორონ, თუ საჭირო დაჭირდა ამ ქვეყანას. ბევრია დამოკიდებული, ისე ვიმეორებ ოჯახზე, ოჯახზე პირველ რიგში და შემდგომ უკვე სკოლაზე და იმ საზოგადოებაზე, სადაც ბავშვები იზრდებიან. პირველ რიგში ოჯახები, შემდეგ უკვე განათლება სკოლაში და უმაღლესში თუ საჭიროა. აი აქ უნდა ხდებოდეს ამ ადამიანების ჩამოყალიბება სწორ მოქალაქეებად. აქ უნდა ხდებოდეს ამ ადამიანებისთვის სწორი აზროვნების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის პატრიოტიზმს და გადარჩენას და წინსვლას. დიდი მადლობა ბატონ გიორგი პოდკასტში მონაწილეობისთვის. ჩვენს გამომწერებს კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობდით საბრძოლო დანაყოფი ორბის მებრძოლთან, ვეტერანთან გიორგი გაჩეჩილაძესთან აფხაზეთის ომის დეტალების შესახებ. გამოიწერეთ ჩვენი არხი იმისთვის, რომ თვალი ადევნოთ აფხაზეთის მეომართა კავშირის სიახლეებს.